ვის გიყვართ მესხური თათარბერაკი, ნახეთ სუფენებშია, ნახეთ. როგორია ჩაბუჟბუჟებული არაჟანში. მაწვნიანი ნივრიანი არაჟანი, მოხრაკული ხახვი, ნახეთ როგორ გამოიყურება. ნახეთ როგორია. ეს არის საერთო, აქედან გადაიღებთ ვისაც რამდენი გინდათ. ეს არის სასწაული. რეცეპტი დაგიდეთ და ნახეთ როგორ მზადდება ნამდვილი მესხური. ესეთი ნაჭრებია, ნახეთ. ნოყიერი კერძი თათარბერაკი. ბურაკი თუ ბერაკი? თათარ ბურაკს ვეძახდით ჩვენ ბორჯომში. თათარბერაკი, ხო. აი სასწაულია, ნახეთ როგორია. მოგესალმებით ჩემო საყვარელო გამომწერებო, ახალ წლამდე 2 კვირაც არ დაგვრჩა, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ გაიფუჭოთ თქვენი განწყობა. იყავით ჯანმრთელები, იყავით ლაღები, იყავით რწმენაში ძლიერები, როცა რწმენაში ხარ ძლიერი, როცა უფალი გწამს, ვერანაირი მტერი ვერ მოგერევა. ეს დაიმახსოვრეთ ჩემგან კარგად. ამიტომ არავის გამო არ გავიფუჭოთ განწყობა, სულ რაღაც 2 კვირაში ახალი წელი მოდის, ყველანი ძალიან მიყვარხართ და ეხლა მე დამრჩა ცომი გუშინ, გავაკეთე თურქული კერძი, ცომისგან და ფარშირებული ვარდები გავაკეთე და იყო უგემრიელესი და დამრჩა ცომი და ეხლა უნდა მოგიმზადოთ ჩემი საყვარელი, ბავშვობაში გამოგზაურებთ, მე ვარ წარმოშობით მესხეთ ჯავახეთიდან და ჩემი ბავშვობის ყველაზე გემრიელი კერძი თათარბერაკი მინდა მოგიმზადოთ, ბებია ჩემი როგორც ამზადებდა, ბებია ჩემი თამარა და ეს კერძი არის ძალიან ძველი. აი ღარიბების კერძს ეძახდნენ, როგორც ხაში იყო ღარიბების და ეს მდიდრები და თავადები არ ჭამდნენ, ზუსტად ესე იყო თათარბერაკი, არაფერი რო არ ქონდა. ღარიბ ღატაკ დედას თავისი მრავალშვილიანი ოჯახები რო დაეპურებინა, უმზადებდა თათარბერაკს, სულ 3 ინგრედიენტისგან მზადდება, მთავარია ცხიმსი, პოვი და რამეს, ცომი, ხახვი და მერე ყველა მიხვდა რომ ეს ყოფილა უგემრიელესი კერძი და ეხა გამოგზაურებთ ბავშვობაში. ცომი არის ნახეთ როგორი ელასტიური, ცომი უნდა იყოს ძალიან გემრიელი, მომზადებულია ცივი წყლით, მარილი აქვს ცივი წყალი და ზეთი, კვერცხიც აქვს ასევე და აი გამოვიდა ესეთი ძალიან ელასტიური და კარგი ცომი, ასევე მყარი, დასვენებულია ეს ერთი ღამე მაცივარზე გამოვატარე, ეხლა დავჭრი. ძალიან თხლათ არ უნდა გავავტყელოთ, ამასობაში მოვხრაკავ ხავხს, ნიორს გავხსნი აუცილებლად მაწონში და ავაწყობ ფენა და გაჩვენებთ რა გემრიელი კერძი გამოგივა. ყველანი მიყვარხართ, არ ვიფუჭებთ საახალწლო განწყობას. აი ნახეთ როგორ ნაჭრება დავჭერი, ძალიან თხელი არ უნდა იყოს. აი ცოტა ისეთი უნდა იყოს რა, აი ნახეთ, აი ესეთი უნდა იყოს რა. გემრიელად რო ჩაიკბიჩოს, ისეთი უნდა იყოს. ჩვენი თათარბურაკები და გაჩვენებთ რა საოცრებას გავაკეთებ. ესე იგი დავჭერი ბლომად ხახვი, ჯერ კიდევ ვჭრი, ესე იგი 4-5 თავი ხახვი დაგჭირდება, ესეთი ბრიკეტი კარაქი, აუცილებლად ნაღების კარაქი დაგჭირდება ამ კერძის მოსამზადებლად. ეს ბრიკეტი კარაქი დავაგდებ ეხა ტაფაზე და მოვბრაწავ ხავხს შევარდისფრამდე. აი ხახვი არ ვიცი, აი ესე ბლომად, აი 5 თავი, 6 თავი უნდა იყოს, იმიტომ რომ დომინირებს ამ კერძში ბლომად ხახვი, კარაქთან ერთად უნდა მოვთუშოთ, ამასობაში ადუღებულია წყალი, მარილი უნდა გავუკეთოთ აუცილებლად ამ წყალს და დანარჩენს გაჩვენებთ ყველაფერს, რასაც გავამზადებთ და გავუკეთოთ. ნახეთ, აი აქ ამაკ უკვე დაჭრილი, ნახეთ როგორ ესეთი ფიგურული ზიგზაგი დავჭერი, რომ ლამაზი იყოს, სისქესაც თქვენ ხედავთ, ძალიან თხელი არ უნდა იყოს და უკვე ნახეთ, აქ არის არაჟანიც გავუკეთეთ, მაწონი, ნიორი ჩაჭყლიტა სანდრომ, ხახვი უკვე შევარდისფერდება და ჩვენ უკვე დავიწყებთ თათარბერაკების მოხარშვას. აი გიჟდები აი ამ ყველაზე ძალიან მიყვარს. სანდრო ხინკალზე ძალიან მიყვარს, არ შემეწინააღმდეგო. მე ხინკალზე ძალიან მიყვარს, სანდრო არ მეთანხმება.
მოკლედ ხახვი მოიდაღა, შევარდისფრდა, აქ მაქვს არაჟანი მომზადებული და სანდრო აგერ ხარშავს, ნახეთ. იხარშება. აი ნახეთ როგორი ნაჭრელია. აი გიჟდები. აი ადამიანი არ მეგულება ეს რო არ უყვარდეს რა. ნუ მართალია ერბო არა გვაქვს ერბო უნდა ამას, მაგრამ ნუ სამწუხაროდ კარაქში მომზადებთ. ისაოცრებავ დაიწყო აწყობა, მიდის სანახავად, მიდი. ეს არის სწავლი, ხალხნოი. საკამათო საკითხია, მე აჩვენე. დაყარე ხახვი. დაიცადე, აი ესე, ხახვი დაყარე. ესე. ნახეთ. ხახვი დაყარე. ლომად, ნახეთ რა. აი ეს როგორ შეიძლება რომ ესე, აქ არაშენიცა, აქ არეული, ესე. მაზონი, ნიურიანი მაწონი. ნუ შეეცადეთ ამ კერძს როცა მომამზადებთ, მაინც და მაინც შაბათ-კვირას მომამზადეთ, რომ სამსახურში არ მიდიოდეთ. ჩვენ ახლა სარგებლობ შემთხვევით ცოტა ვიავადეთ, მე და ჩემო მეუღლემ და ამიტომ სახში ვართ და შეგვიძლია მივიდეთ. სახში ვარ და შეგვიძლია თან ნიორი. აი და ესე ჩაბუშბუშდა და აი ესე გამოიყურება. ახლა მიირთმევს ბატონი ალექსანდრე. აი ესე გამოიყურება ერთი პორცია. არა, კიდე დაასხ ცოტა მაწონი ჩემთვის. კაი. ეს არის სასწაული. აი 5 წუთი უნდა, ეხა ჩაბუშბუშდება და ჩვენი მესხური თათაბურაკიც მზად არის.